ტაბულა გმობს პრემიერის სახლთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებას. მათ შორის არის ტაბულას ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე. დაკავებისას პოლიციელებმა იცოდნენ, რომ ის იყო ტაბულას ფოტორეპორტიორი და იქ ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. ამის მიუხედავად ის მაინც დააკავეს. ტაბულა მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას გამოიძიონ ეს დანაშაული, იმიტომ რომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა არის 154 მუხლით სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ტაბულა ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დროულად გაათავისუფლოს დაკავებულები, მათ შორის ტაბულას ფოტორეპორტიორი და კიდევ ერთი. ტაბულა მოუწოდებს პოლიციას დაკავდეს თავისი საქმიანობით გახშირებული მკვლელობებისა და დანაშაულების აღკვეთით და თავი დაანებოს პოლიტიკური ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის დევნას. პრემიერის და ოლიგარქის მყუდროება არ არის გადასახადის გადამხდელის უპირველესი სატკივარი. ნამდვილად.